კარგად მოგეხსენებათ, დასავლეთი ყოველდღიურად აწყობს პროვოკაციებს საქართველოში. მოღალატე ზურაბიშვილი და მისი ხროვა და ნაცსექტა ითხოვს ხელახალ არჩევნებს. გუშინ ჩაატარეს აქცია. არ ვიცი ეს აქციები ყოველდღიური სახე არის, უკვე ის მარგინალიზაცია ხდება ამ ხალხის. ესე იგი 12 წლის ბავშვებს რო გამოიყვან ქუჩაში, არ ვიცი რაზე არის საერთოდ ლაპარაკი. მალე ალბათ სამშობიაროდან გამოიყვანენ ბავშვებს და ბავშვებს დააყენებენ იქა იმაში რუსთაველის გამზირზე. ან ეს ბავშვები მაინც არ გეცოდებათ, ან ბავშვთა უფლებების ორგანიზაციები სად არის მაინტერესებს. სად ახარ თქვენ შეიძლება აქციებზე 11 წლის ბავშვებმა იარონ, კაცო? თან იძახით რომ აქოც ის არ არის სიმშვიდე არ არის ამ აქციებზე შეიძლება რაღაც მოხდეს რომ მე ვისაყენებთ ამ დარტყმის ქვეშ ამ პატარა ბავშვებს როგორ აყენებთ კაცო მე რა უბედურება ესა ხან მეგრელების მარშიო გურულების მარშიო ცოლიანების მარშიო უცოლოების მარშიო იმისი რა ქვია მიშას საყვარლების აქციები მიშას ესე იგი ცოლების მარში არ ვიცი რა უბედურება ესეთი რამე სოფლიოს არ ახსოვს რომ აემის ესეთი რაღაცები იმართებოდა შაპიტო ცირკი შაპიტო რა გასტროლებით რა სამარცხვინო არის ეს ყველაფერი ეხა იქნება ცხოველებიც გამოიყვანო ძაღლები ცხენები ქათმები და რა ვიცი ყველა ეხა თქვენ ფანტაზია არ ყოფნით თქვენი პრეზიდენტიც ხომ რა ისა რო გამოვიდა ერთხელ მარგველაშვილმა თქვა რომ მე მრავალფეროვანი სექსის მოყვარული კაცი ვარო და თქვენ მრავალფეროვნება გახასიათებთ საერთოდ ყველაფერში და ამიტომ ძალიან ისეთი იდეები გაწუხებთ და იმედია ისე არ წავა თქვენი საქმე რომ იმ მრავალფეროვანი სექსის სცენებსაც არ შემოგთავაზებთ პარლამენტთან იმიტომ რომ ყველაფერი მაგრამ მეგეც რო გააკეთოთ არ გამიკვირდება იმიტომ რომ თქვენ ხართ სამარცხვინო ადამიანები მოღალატეები და თქვენ ხართ კიდე თავისუფლებაზე როგორ ლაპარაკობთ როცა იმას ეუბნებით ჩვენ ხალხს რომ ჩვენო როგორ უნდა დაუპირისპირდეთო ევროპასო კაცო რასაც გვეტყვისო ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი გზა ევროპისკენ არის ესე იგი ევროპამ რო თქვას რომ დაიღუპეთ გაწირეთ თავისუფლებისათვის თქვენი და იმისთვის ევროპული ღირებულებებისთვის და შეაკოდით რუსებსო უნდა შევაკოდეთ მე მაინტერესებს ეს დავით აღმაშენებელი თამარ და დიდი ჩვენი მეფეები გიორგი მწყივრელი ხალხს რატო უხდიდა მეფს რა ქვია მტერს ხალხს რატო უხდიდნენ იმიტომ რომ იყო მომენტი როდესაც იყო თავშეკავების იყო უკან დახევის ეტაპი თქვენ რა გინდათ ეხლა ვერ გავიგერო ჩვენ ეხლა ავდგეთ ვიშიშვლოთ ხმალი და შევარდეთ იქ ცხინვალში და სოხუმში და თავი გავწიროთ რომელიც ხვალ დასრულდება ჩვენი დაღუპვით თუ ძალიან გინდათ ამ ომში აგერ არის რუსეთ-უკრაინის ომი ჩაჯექით იმაში რა ქვია თვითრინავში ჩაფრინდით იქ და რაც გინდათ ის გააკეთეთ თქვენნაირი მოღალატეების ადგილი ქვეყანაში არ არის თქვენ ეხლა ცალფეხზე ხტომა გიზიდავთ აგერ გამოვიდა თქვენი სახალხო დამცველის მოადგილე იყო ეს ბუჯანაძე მახსოვს მის სიტყვები აი შეგახსენებთ თუ არ გახსოვთ ამ ადამიანის სიტყვებს რატო ის არის ევროპარლამენტი გეუბნება და 27 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იგივეა როცა ამას გვეუბნება ეს ნიშნავს რომ არ უნდა გავაკეთოთ თუ ევროკავშირში განაცხადი გაკეთებული ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რო გითხრან რომ ერთი კვირა ცალფეხზე უნდა ვიდგეთ და გავაკეთოთ ყველაფერი და ამას გეუბნებათ ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე მიუხედავად იმისა რომ სახალხო დამცველის მოადგილეც ვარ არ ვიცი ცალფეხზე დიდი ხანია თქვენ ხტუნავთ სალფეხზე ხტუნაობის გამო შეიძლება ეს ქვეყანა დავკარგოთ, მაგრამ თქვენ ხართ ხალხი, რომელიც აი ამას ყველაფერს არაფრად არ დაგიდებთ. თქვენ ხართ ხალხი, რომელიც აქციაზე უკვე ინდონეზე მიხვედით და ინდონეზე გამარგინალდით თქვენ, რომ უკვე არ ვიცი შეიძლება მალე ჩვენ ვიხილოთ ხალხი, რომლებიც ყველაფერზე ტანზე შემოიხებს და ისე იცეკვებს იქა და ისე გაშიშდება და გატყიურდება რომ ყველაფერზე წახვალ. არ ვიცი აი სიგიჟეს დაემსგავსა ეს ყველაფერი და ყველაზე დიდი უბედურება ის არის რომ აი ჩვენი ახალგაზრდებსაც დაუხშეს გონება. ჩვენ ფაქტობრივად მომავალი თაობა ნახევრად მოკრულები არიან, იმიტომ რომ ხა ამათი გადარჩენა კიდე არის შესაძლებელი თუ ჩვენ ამ საშინელებათა ფილმი რომელიც გრძელდება შეშლილი ამერიკა დღეს გადის აი ჩვენ ყოველდღე რუსთაველზე ვხედავთ შეშლილი
დასავლეთი, რომელიც წარმოგიდგეს შეშლილ ნაცებს. შეიძლება იქამდე მიხვიდე ადამიანი, რომ არ ვიცი, აი რო დგახარ ქუჩაში, ვერ გასცე პასუხი, აი რისთვის დგეხარ ბოლო-ბოლო იქ. ხალხი დგას რუსთაველზე და არიციან რისთვის დგანან იქ. რისთვის დგახართ, აი მაინტერესებს. რა გინდათ ევროპისკენ მივდივართო და ევროპის საბჭოს გენერალური მდივარი ჩამოვიდა და თქვა, რომ დაელაპარაკეთ დიალოგი აწარმოეთ, არა ჩვენ არჩევნები გვინდა ახალი. და აგერ ნახეთ ეუთე ოდირის დასკვნა, სადაც მათ ფაქტობრივად დააფიქსირეს ის, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტურერიან გარემოში და არავითარი ისეთი ზეგავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე იმ დარღვევებზე. დარღვევები ყოველთვის სამწუხაროდ იყო და იქნება. ამას ვერ უარყოფს. ამერიკის არჩევნებიც კი დარღვევებით ტარდება. ამერიკის არჩევნებზე სისხლი იღვრება ლამის და სადამდე მიდის ქვეყანა ვხედავთ. და თქვენ ეხლა ითხოვთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გადმოგილოცოთ თქვენ და ქვეყანა მართოს დასავლეთის აგენტურა. ამას ჩვენ ვერ გავაკეთებთ და არ გავაკეთებთ. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გუში გამობძანდა და ეს ტაკი მასხარაობა გამართ. ჩემი აზრით, ჩვენ თავიდანვე დაუშვით შეცდომა და პრინციპში ხალხიც არის იარებდა იმას, რომ ეს ქალი პრეზიდენტობის კანდიდატი ყოფილიყო. ჩვენ მაშინ უნდა მივხვდარიყავით, რომ ეს ქალი საყჭყუაზე არ იყო, როდესაც გამოდიოდა და აი ესეთ განცხადებებს აკეთებდა, რომელიც ნამდვილად პრეზიდენტს კი არა, უბრალო ადამიანსაც არ შეშვენის. დიალოგი. დღეს ეშმაკის ენა არის დიალოგი. ვის იცინებს ეშმაკი? დიალოგიო, წამოდიო, დიალოგზეო, შენ ხო მაინც ვერ გაძლებო, შენ ხო დაიღლებიო, არ ჯობია რაღაც პატარა გადმოგიგდო, სანამ ხალხი დგასო გარეთო, მერე ხო ყველაფერს დაკარგავო. წადი ეშმაკო, წადი. ამის მერე ამ ქალის პრეზიდენტად წარდგენა შეიძლება ახლა ხა ეს ავანტყოფი არა კი ქალი არის ავანტყოფი სამკურნალოა ეს რა ქალი რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ დღეს გამოდის და ზვიად გამსახურდიას ახსენებს ხშირად და ეს ქალბატონი იყო რომელიც საფრანგეთით ებრძოდა ზვიად გამსახურდიას შეიძლება ხალხო აი ამის ჭკუაზე ვიაროთ ჩვენ რომელსაც ერთი პარასკევი გადარჩა და გამოაბრძანებენ იმ კაბინეტიდან ქალბატონო სალომე ცეცხლს ეთამაშები და შესაძლოა თქვენ ძალიან მალე ამ ცეცხლთან თამაშის გამო დაიწვათ პირდაპირ და ირიბად იმიტომ რომ თქვენ ხალხის რისხვა შეიძლება მართლაც ძალიან ძიმე მდგომარეობაში ჩაგაყენოთ თქვენ შეიძლება ვერ გაასწროთ თქვენი მოღალატე წინაპრების მსგავსად ვერ გაასწროთ ამ ქვეყნიდან. თქვენებმა გაასწრეს, თქვენმა წინაპრებმა წაიღეს ჩვენიავლადიდება, ქონება, მხოლოდ ნაწილი გადარჩა ისიც 16 აყაიშვილის დახმარებით, მაგრამ თქვენ ნუ გონიათ რომ იგივე ბედს გაიზიარებთ, როგორც თქვენმა წინაპრებმა. თქვენ აუცილებლად წარსდგებით ღვთისა და ერის წინაშე. თქვენ აუცილებლად აგებთ პასუხს. აი ისეთი ეგზალტირებული არის მასა გუშინ ქუთაისში ნაძვისხე როდესაც აინთო პატარა ბავშვებს ფოტოების გადაღების საშუალება არ მისცეს ცხარეცრემლებით ატირეს არა გეიდა გადამაღები აი ადამიანი რაგი განვები ბაბუაშვილის უხარესად გადავაღები. შეიძლება ხალხო ეს ძალა რომელიც უპირისპირდება ყველაფერს საუკეთესოს ადამიანურ ღირებულებებს აი ეხლა ახალი წელი მოვიდა ბავშვებს უნდათ იქ ნაძვისხესთან მისვლა გართობა, თამაში, ბავშვებს წაართვეს ახალი წელი, ხო?
ბავშვისთვის ყველაზე დიდი დღესასწაული ყოველთვის ასე ხა მე გამოვედი მაგასაკიდან და მეც მახსოვს ჩემი ბავშვობა ყველა ბავშვი ოცნებობდა იმაზე რომ აი როდის დადგებოდა ახალი წელი მივიდოდა ნაძვის ხესთან საჩუქრებს ესე იგი ბავშვებს ჩაუშხამეს ამ ნაძირლებმა ახალი წელი თუ ძალიან გინდა წადით სხვაგან ჩაატარეთ აქცია მაგრამ უნდა გაამწარონ ხალხი უნდა მანდამაიც აღმაშენებლის გამზირზე უნდა გაიარონ იქ უნდა მოაწყონ ეს აქციები ეს ლელა ჭურჭუმია რომელიც ესე იგი მიშასთან რა ვიცი მე ხშირად აი ამ რაღაცნაირად მენამების იმიტომ რომ არ მინდა რაღაცა ისეთი ვთქვა რომელიც რაღაცნაირად ბევრზე ცუდად იმოქმედებს იმიტომ რომ ხათლა როგორც ყველაფერი არ იჭმევა ისე ყველაფერი არ ითქმევა ნათქვამია მაგრამ ქალბატონო ლელა თქვენ მიშას სააკაშვილის პერიოდში ვერ ხედავდით თქვენ ხალხს რო აწამებდნენ ხალხს რო ხრეთდნენ ხალხს რო ბიზნესებს ართმევდნენ ერთხელ თქვენი ამოღებული ხმა თუ უნახია ვინმეს ან კახუჩელას ამოღებული ხმა თქვენი მეუღლის რომელიც ნარკოტიკებზე დაიჭერეს და თავს ლაფი დავაცხვი ამ თავრობას საპროცესოთი რო გამოუშვა თქვენი ქმარი დღეს ბატონი მამულიჩა უნდა იჯდეს ციხეში და ამ ხელისუფლებას ფეხებს უნდა უკოცნიდეთ ქალბატონო ლელა იმიტომ რომ თქვენი ქმარი ბარიგობაზე იყო დაჭერილი და თქვენ გამოდიხარ და ამ ხელისუფლებას კაცი ჭამიას და არ ადამიანს უწოდებთ რომ თქვენი მეუღლე თქვენს გვერდით არის მე მაინტერესებს კიდე უამრავი შემთხვევა სადაც ძალიან ბევრ კრიმინალურ ფაქტთან არის დაკავშირებული ის ადამიანები რომლებიც ქუჩაში დგანან ჟურნალისტებიც და არა ჟურნალისტებიც და რომლებიც ამ ხელისუფლების კეთილი ნების გამო აღმოჩნდნენ მაგალითად სახში მე ვიცი ერთ-ერთი ტევ პირველი ჟურნალისტი რომლის ძმამაც მაგალითად ტაქსისტები დააყაჩაღა და საპროცესო გაუკეთეს და გარეთ გამოუშვეს აი მასში რატო არ ლაპარაკობდით კრიმინალის ზრდაზე ეს feldkommanderi ბატონი ნოდარ მელაძე რომელიც სააკაშვილის კნეინამ სოფო ნიჟარაძემ ჩასრულად და სუნიანად მოიხსენია გახსოვთ ალბათ რომ რა სტატუსი არგუნა სააკაშვილმა ამ ნოდარ მელაძეს ნოდარ მელაძე გახდება field commander ნოდარ მელაძეა ყველაზე ჩაჭმული ვიცი რომ მაგახეს field commander ჩვეულებრივად სუნიადი შორიდან ვხედ ჩვენი field commander უნდა იყოსო და არის კიდევაც ოღონდ არა field commander-ი არამედ როგორც სოფო ნიჟარაძემ თქვა ჩასურილები ხარ და სუნით აყროლდა თქვენი სუნით საქართველო თქვენ სუნიანებო თქვენა იმიტომ რომ ყროლ ხართ გამოდიხართ და კაცი ჭამიას უწოდებთ ამ რეჟიმს როცა თავზე დაამხეთ ყველაფერი კაცი ჭამია რო იყოს ეს ხელისუფლება ვინ გატლიკინებდა თქვენ მაგდენს ეთერებში ვინ გამოგცემდათ უფლებად ქუჩაში ასე გევლოთ აქითიკით ჩვენ გვახსოვს სააკაშვილის რეჟიმი სადაც არც ერთი ტელეარხი არ იყო ფაქტობრივად ყველა იყო გაჩუმებული ერთი მაესტრო ბჟუტავდა და ისიც როგორ ბჟუტავდა ვიცით სად იყო დღეს რამდენი მედია საშუალება ფორმულა თავარი არხი ტევ პირველი კავკასია ეს პირველი არხიც თქვენ გემსახურებათ საზოგადოებრივი მაუწყებელი იმ დღეს გამოვიდა კაცო ეს ჟურნალისტი და თქვა რომ აიო ჩვენო სიებს გვაძლევენო ვინ უნდა გამოვიყვანთ ვინ არა ხალხო გესმით თქვენ რა ხდება ესე იგი სახელმწიფო არხს ვერ გამოყავს ხალხი ოპოზიციური სპექტრიდან იმიტომ რომ რაღაცა სიებს იმაშვებიან ეთაფებ მე მაინტერესებს აი რატო ემორჩილებით ამ ბორდს ხელისუფლების გადასაწყვეტია და პირველი არხის ხელმძღვანელობის ბორდი იქნება თუ ბორდელი იქნება იქა და ბორდელს რატო ემორჩილებით ვერ ხვდები აი როდემდე შეიძლება ვიყოთ აი ესეთ ანეკდოტურ სიტუაციაში კაცო ხელისუფლება ვერ მართავს პირველ არხს იმიტომ რომ რაღაცა ბორდი შეიქმნაო და ბორდს ვერ ვაკონტროლებთო რა მაშინ ადექით და ნაცების რაღაცა ისინი შექმენით და მე გამოდი და თქვით რომ აი ნაცების მას ვემორჩილებით და რაღაც გააყარეთ ეგ ბორდია თუ ბორდელები კაცო არ ვიცი 10000 7000 ხელფასები აქვს დანიშნული აი მაგ ბორდის წევრებს აი რას აკეთებს ეგ ბორდის წევრები მაინტერესებს ბევრი სხვათა შორის ნაცნობი ადამიანიც არის გამოდის ატლიკინებს ენას ვითომ ეროვნული კაცი არის მაგრამ ამ დროს არის ჩასურილი ისიც რა ჩასურილი ხართ უკვე ჩასურილი გამოდიან სხვადასხვა კულტურის შოუ ბიზნესის ადამიანები კაცო ესენი არიან 24000 ფაილიანები დღეს ჩვენ აქციებს გვიტყოს
24,000 ფაილში ყოფი ადამიანები. მეგი ქარდავა Pictures-ის წარმომადგენლები. დღეს რაც ხდება, ეს არის მეგი ქარდავას Pictures წარმოგიდგენთ. დღეს აქციებს აწყობენ დაშანტაჟებული ხალხი. ეს რაც ეხა ფილმი გადის, ეს არის მეგი ქარდავა Pictures. იმიტომ რომ ყველა გადაღებულებია, მეგობრებო, ეს ხალხი ვინც არის. აი ეს დოიაშვილი რო გამოდის, კაცო, დიდი ის თეატრიდან, სახელმწიფო თეატრიდან გამოდის, კაცო. მაინტერესებს ეს დოიაშვილი რატო არ იღებდა ხმას, როცა ქვეყანა ინგრეოდა. აი რატო არ იღებდა მაშინ ხმას? რატო არ იღებდა ეს დუტას ხირტლაძე? რატო არ იღებდა მაინც ის ქაჯაიები, ვიღაცეები? ეს რუსკა მაყაშვილები. სააკაშვილის დროს ხო გორაობდით სააკაშვილთან თქვენ? მაშინ დელი და დღევანდელი სიტუაცია რო შეადაროთ, ეხლა სადა დედამიწა, სად არის დღეს მაინტერესებს, ვინმე პოლიციას გაუბედევდა იმას, რასაც თქვენ ბედავთ. მე მინდა რომ ეხლა წარმოგიდგინოთ ის კადრები, რასაც ესენი პოლიციას უკეთებენ. ეს ხშირად უნდა მეორდებოდეს და ყველა არხავა უნდა გაიმეოროს ეს. ეს ხდება ამ წუთებში რუსთაველზე, თქვენ ხედავთ რომ სპეცრაზმელები თანამოქალაქისთვის ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, აი თვალებში რა გაგახსნა? მდებარე ქუჩები, რომ აქციის მონაწილეებს
ეს ქვები რა გინდათ? და ის ჟურნალისტები კიდე რომლებიც აი ეს იყო ესეთი არხი იყო მაშინ რეალ ტივი და ამ რეალ ტივიში მუშაობდა მაშინ ეს მაკა ჩიხლაძე რეალ ტივის სასტავი გველაპარაკება ჩვენ რომ რაღაც სიტყვის თავისუფლებაზე მართლა ეს სამარცხვინო ხალხი ესენი თქვენ მიშა სააკაშვილის პერიოდში იყავით მიშას ძუკნები მიშას ბოზები თქვენ ასე უნდა გელაპარაკოთ სხვანაირად თქვენ ვერ გაიგებთ და მე მაინტერესებს იცით აი ამ ბოდიში და აი ამ ვაკხანალეს როდემდე უნდა უყუროთ მე მოუწოდებ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ ალაგმეთ ესე ერთი რამე უნდა იცოდეთ ასევე რომ ჩვენ ვართ გამარჯვებულ ომში ამათ არაფერი არ გამოუვათ მეგობრებო ესენი არიან დამარცხებულები სულ რომ ყირაზე გადავიდნენ მაინც დამარცხებულები იქნები